უმნიშვნელოვანესი რამის გამო, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნასთან, ჩვენ სწორედ მისადმი მიძღვნილი ძალიან სერიოზული ექსპედიცია ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიაში. მეცნიერთა კონგრესის, ქართული ერთობის დარბაზის და ფონდ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ აი ამ ფონდის დავალებით და მეშვეობით. როგორი მარშრუტი იყო? სიონი, დარიალის ხეობა, კელიებში ცხოვრებით, ვლადიკავკაზი, დაღესტანი, დაღესტანის ქალაქი შამილ, დაღესტანი მახაჩკალა, დაღესტანი მახაჩკალა დედაქალაქი და დაღესტანში შამილი, მეორე ქალაქი, სადაც ეკლესიაა ქართული, ინგუშეთი, ყოფილი დედაქალაქი და დღევანდელი დედაქალაქი, კისლავოცკი, პიატიგორსკი, ყარაბაღ, ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ესე იგი, ისევ ვლადიკავკაზში ჩამოვედით, მერე ასტრახანი, ისევ ვლადიკავკაზში დაბრუნება ეს მაინც მთავარი იყო ვლადიკავკაზი და მე მოხიბლული ვარ იმ ურთიერთობებით, რომელიც აი ჩვენთან როგორც ეროვნებით ოსებს, ასევე შერეული ოჯახების წარმომადგენლებს და იმ ქართველებს და ის რაც ნახე ერთმანეთთან ურთიერთობაში საოცრად კარგი იყო და ყველაფერი დაუმთავრეთ აი როსტოვში, ნუ ეს ძალიან წარმოიდგინეთ თქვენ რამოდენა ის ვინმე რომელიმე ტელევიზიამ ყველა მოვიწვიეთ, ყველას უთხარით რომ პრესკონფერენცია რამე ერთმა ტელევიზიამ რომელიმე რამე გადაცა აი მე გარეთ კიდევ ერთხელ დავწმუნდი გარეთ გასვლით კიდევ ერთხელ დავწმუნდი ჩვენი მთავარი უბედურება სიყალბეში ვცხოვრობთ ნეპოტიზმია ქვეყანაში და კორუფცია ქვეყანაში ეს ყველა ესე იგი ატომურ ბომბზე უფრო უარესია საქართველოს დანგრევისთვის და სწორედ ვინც ამას აკეთებს ისინი ლაპარაკობენ რომ აი ჩვენ ეროვნულები ვართ და ჩვენ ეროვნულ პოზიციას არ შევიცვლით და რაღაც რა არის ეროვნული აფხაზეთში დაბადებულ ქართველ კაცს რომ არ აძლევ იმას მოქალაქეობას რომ არ აძლევ და უამრავია ასეთი რა არის ეროვნული ის რომ ესე იგი აჭარაში უკვე ქართველების რაოდენობა 30% ფარგლებშია და რუსები და თურქების რაოდენობა გაცილებით მეტია და არა მარტო ბელორუსები, უკრაინელები და სხვები ეს არის ეროვნულობა ის არის ეროვნულობა რომ 170 იმასთან გახსნილი გვაქვს სახელმწიფოსთან გარები ისაც უნდა როგორც უნდა ისე შემოდის ქვეყანაში ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა 1000-მდე ცალი ქონდა წაღებული ესენი დაუბეჭდეთ და წავიღეთ რომ დაურიგეთ ქართველობას რასაც საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიები ლაპარაკობენ ევროპასა და ამერიკაზე რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებები ლაპარაკობენ იგივეს ერთ-ერთში ეს ყველაფერი სახელმწიფო ტელევიზიაში შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის ან ყრილობის, აი ხელისუფლების ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ყრილობების პირდაპირ ეთერში მედის. საქართველოში ხო წარმოუდგენელია. აი ეს წიგნი საქართველოს ინტეგრალური რესურსები. შევეცადეთ რომ ყველგან და ყარაჩაევა-ჩერქეზეთის მთავარ უნივერსიტეტში ბიბლიოთეკაშიც კი დავდეთ. ვარიგებდით ამ წიგნებს ახალი განზომილება გელათში მიღებული რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ჩვენი ხედვა რომან ურვაზე წიგნი რომელშიც აი ხელიდან ხელში გადადიოდა წარმოიდგინეთ რომ ასტრახანში ორი დიდი მეფე ვახტანგ მეექვსე და თეიმურაზ მეორე კი ბატონო არის ეს ასტრახანის კრემლი ასეა ცნობილი და დიდი სასულიერო ის არის მსოფლიოში ცნობილი მართლმადიდებლთათვის მაგრამ მის სარდაფში სადაც არავინ არ ჩადის ორი მეფეა დასაფლავებული აღდგომა დღეს იქ 2-3 კაცი ადგილობრივია როგორც ბატონი გიზო გაბელია და ესენი თუ არავინ მისურდა და კვერცხი არავის გადაუგორებია და რო სანთლის დამთება არ შეიძლება იქ სადაც დასაფლავებული ეს ხალხი მე ვარ ბედნიერი რომ მოხლი მოვიდრეკე ამ ესე იგი ამ ორი ვებერთელემაფის საფლავთან დაღესტანში შამილი ქალაქ შამილში არის მე-9 საუკუნეში ქართველების მიერ აშენებული ეკლესია მიტოვებული საქართველოს მიერ და თუ მეცნიერთა კონგრესი და ქართული ერთობის დარბაზი და ესე იგი ფონდი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ აგერ 3-4 ჯერ ჩავედით და ვუვლით პატრონობთ გაწმინდეთ გავასუფთავეთ ყველაფერი ახლა იქ რა არის საქართველო თუ არა იმ სიწმინდეების დაცვა რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულია და თელ მსოფლიოშია თქვათ ბალანჩინი არის ამერიკაში იმის ფუძემდებელი
არა ბალანჩინის არაფერი არ არის საქართველოში. ჯორჯ კობი უყურადღებოთ, რომელმაც სასაული რამეები გააკეთა ამერიკაში. იქ ქართველი შვილის ისეთი ყურადღება არ აქვს. ის არის მთავარი რომ როგორ ვეჩხუბოთ ერთმანეთს და როგორ შევჭამოთ ერთმანეთი და იმით იზომება ხელისუფლება, რაც უფრო ლანძღავს თქვა თავის ოპოზიციას ან რაც უფრო ლანძღავს ევროპას და ამერიკას და რაც უფრო თავშეკავებულია რუსეთს რამე თქვას, თავშეკავებულია ჩინეთს რამე თქვას, თავშეკავებულია ირანზე რამე თქვას, თავშეკავებულია თურქეთზე რამე თქვას, თავშეკავებულია ინდოეთს და ამ ეს ხალხი ჩამოვიდა და ქართული მიწები ყველაფერი აიღეს ხელში და კარი აბსოლუტურად არავინ მიწას არ ყიდის. თქვენ ვერც კი წარმოვიდგენ დაღესტნელები რას აკეთებენ ნახეთ. დაღესტანმა თავის ტერიტორიაზე აი ცენტრალური რასაც ქვია გაზპრომი არ შეუშვა. ბანკები არ შეუშვეს, თავარი ბანკები რუსული თვითონ აკეთებენ დაღესტანში. რუსეთს შემადგენლობაში არიან. საქართველოში აი გადაიფარა ყველაფერი, ყველა ლაპარაკობს ეროვნული და ქმედებაში ანტიეროვნულია ყველაფერი. აი ამან სადაც კორუფცია იქ ეროვნული არ არის. გიორგი უძილაური აი ვიცნობდი და გულისწყეთით ვიყავი რომ აი როგორ მუშაობდა იმათთან დღეს ამათ დაიჭირეს. ხედავდი რომ გიორგი უძილაური ბოლო პერიოდში ბიზნეს მიმართ არ იყო განწყობილი ისე როგორც თავიდან როცა პრესკონფერენციებს ატარებდა და ვინც კი შეიცვალა ეს ამიტომ უნდა დავიჭირონ ციხეში უნდა ჩაქსვან. ყველაზე დიდი კორუმპირებულები თანამდებობებზე რჩებიან ვინც ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალური დამოკიდებულებით არიან. აი ვინჩიც ვერ დაინახა ივანიშვილმა რომ მის მიმართ ლოიალურები არიან ყველა დაჭერილია. აი ვთქვათ მე არ ვიცი რა ემართება ამ ხალხს იგი რომ ეკლესიაში როგორ უნდა აირჩიონ და ვინ უნდა აირჩიონ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეკრული აქვთ ისა ყველას ლანძღავენ სხვებს და ამით ვერ გაიგეს რომ პატრიარქს ლანძღავენ იმიტომ რომ თუ ვინმე სამჯერ ნაპატიმრები და ოთხჯერ ნაპატიმრები იყო დიპლომს ეძებენ ვიღაც პატრიარქის დანიშნულია ეს ყველანი სასწაული არ არის ბატონებო რომ აი რა არის რა მოხდა ეს ამას ყველაფერს სამღვდელოების შიგნით კი არ არის იმდენად ეს ბურჯვა არამედ გარედან უკეთებენ ამას ინსპირირებას რომ აი ასეთი რამ მოხდეს დაიძაბოს დაპირისპირება იყოს ყველგან ეკლესიაში ოჯახში ქალაქში რაიონში სოფელში ჩვენ ვლაპარაკობთ და აქ ხელისუფლება გვეუბნება რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება იმით და ამ დროს 100 მილიარდიდან 40 მილიარდი არის სათამაშო ბიზნესი. გზები ჩვენზე უკეთესი. მე ვთავაზობ ხელისუფლებას რომ წავიდეთ ერთი აი ამ გზით რამდენიმე პიროვნება თქვენი ჩვენის და ჩრდილოეთ კავკასია. მე ვთვლი რომ კავკასიაში ჩვენ დიდი ურთიერთობები გვჭირდება ყველასთან. საუკეთესო განწყობაა საქართველოსადმი. რომ ქართველი კაცის კონცერტი ვლადიკავკაში. გადაჭედილი დარბაზი. ფილარმონია. როგორ შეხვდა ხალხი. ეს საღამო მიყავდა გიორგიევის დას. როგორ შეხვდა დარბაზი. თბილისო სიმღერა რო დაიწყო ხალხი ფეხზე წამოუდგა. როგორი თბილია ხალხების ურთიერთობა და რა შვებიან ეს პოლიტიკოსები. ვლადიკავკაში წერეთლის ქუჩა შენარჩუნებულია. წერეთლის ქუჩაზე ეკლესია რომელშიც მოინათლა პატრიარქი, სახლი რომელშიც დაიბადა პატრიარქი და ქართული სკოლა. ქართველები იქ სწავლობენ, მასწავლებლები გამოგვიგზავნეთ ქართულად რო ასწავლონ და ჩვენ ვერ შევძელით. აჩვენოთ ტელევიზიებმა საქართველოში. რატო ვატყუებთ ხალხს სიყალბეში, რატო ვაცხოვრებთ ხალხს რომ აქ ყველაფერი ყვავის და ყველაფერი სხვაგან ინგრევა, რომ მე მქონდა გაკეთებული ასეთი რამ როგორც ქალაქის მერს. ვეუბნებოდი ერთი 10-15 ტელევიზია რამე ხო იყო, ვეუბნებოდი ყველასო. სადაც გინდათ გაუშვით თქვენი წარმომადგენელი წლის განმავლობაში ერთს მე დავაფინანსებ, წავიდეს, გადაიღოს დამოუკიდებლად ობიექტურად ყველაფერი, ქუჩა, სახლი, რამე, სისუფთავე, ყველაფერი რა არის, როგორ არის, ფასები, ყველაფერი დაფინანსება ჩვენ გავუკეთებთ და ჩამოვიდეს და გადაცენ ტელევიზიით. თქვენ გინდათ საჯაროობა, თქვენ გინდათ როგორ ცხოვრობს ხალხი გარეთ, აჩვენოთ, გააკეთეთ ანალოგიური. ხელისუფლება რომელიც ასეთ რამეზე არ წამოვა, რა ეროვნულობაზე აღარ უნდა ილაპარაკო, მე და აღარ უნდა ილაპარაკო, რომ ჩვენი ეკონომიკა ისეთია. ორი სახელმწიფო ომობს ერთმანეთში, უკრაინა და რუსეთი. და ორივეგან უფრო იაფია პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან. ამის გადამოწმებას რა უნდა ბატონებო? დაღესტანში, ინგუშეთში, ახალგაზრდები ჯანსაღი, ნლოთობა არა, ნარკომანია არა, პროსტიტუცია ათჯერ შევიწროებულად ვიდრე ჩვენთან. როგორ უფრთხილდებიან თავის ყველაფერს, როგორ უფრთხილდებიან თავის ტრადიციებს.
ხალხში უნდა გავიდეთ, ხალხს უნდა რადგან ჩვენ არ გვაძლევენ საშუალებას რომ ამ ტელევიზიებში რაღაც ითქვას, უნდა გავიდეთ ხალხში. შეიძლება სწორედ აჭარით დავიწყოთ, იმიტომ რომ ყველაზე მცირე რაოდენობა ქართველების იქ დარჩა უკვე. მეორე ქალაქი იყო ქუთაისი მოსახლეობის მიხედვით მეოთხე გახდა. ვინ უსწრებს მას? ბათუმი და რუსთავი. ვის ხარჯზე? ქართველების ხარჯზე? თქვენ ხელისუფლებას ვეუბნებით. თუ თქვენ სუსტები არ ახართ, თუ თქვენ წესიერები ხართ, დიალოგი ბატონებო. ჩვენ შემოგთავაზეთ პირველებმა, როდესაც გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ აი დიალოგი. ვინმე მიიწვია ოდესმე მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენელი? იმ პარტიებს იწვევთ, რომლებიც უფრო უმეტეს გიადვილდებათ ბრძოლა. პარტიებს საქართველოში ნოლი აქვთ ავტორიტეტი. თქვათ გამოვიდეს და გამოიტანოს რომელიმე პოზიტიური პროგრამები, თქვენ ამის საშუალებას არ აძლევთ. რატო? იმიტომ გეშინიეთ. ბიძინა ივანიშვილს უფრო დიდი მტერი არ ყავს და ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ მტრობს საკუთარ თავს, ეს გამოდის მტრობა უფრო დიდი ძალით გამოდის საქართველოსთვის მტრობა. არ შეიძლება ერთი კაცის განწყობით და ერთი კაცის ესე იგი პოლიტიკური გემოვნებით ცხოვრობდეს ქვეყანა. ბიძინა ივანიშვილს რომ აი ეს მომღერლები არ ყავდეთ ეს გარეთ და თვითონაც არ უყვარდეს აი ასეთი ესენი ვინც თითი რამებს უმღერებიან. ბიძინა ივანიშვილი ასეთი არ იქნებოდა. ყველაფერი ვინც ოდნავ არ იმსახურებს დღეს აი ბიძინა ივანიშვილისადმი მონური განწყობით არ არის იჭერენ ყველას. ყველაზე ძლიერი ის კაცია დღეს, რომელიც არ მივიდა ბიძინა ივანიშვილთან, არა იმიტომ რომ მას ებრძოდა, არამედ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ვისაც ახლო მიიყვანს, მას ყველას ან მონად აქცევს, ან გაწირავს და ციხეში გაუშვებს. 10 კაცი ვიქნებით, 15 ვიქნებით, 20 ვიქნებით, 30 ვიქნებით, ოღონდ ვიყოთ ისეთი, ვისაც შეგვიძლია სიცოცხლის ფასად დავდგეთ ქვეყნისთვის. სხვა მეტი გამოსავალი არ არის აქ. ვისაც არ უღალატნია არასდროს და ფულზე არ გაუყიდია ქვეყანა. ვისაც არც ბიძინა ივანიშვილის ფული არ მიუღია, არც რუსეთის ფული არ მიუღია, არც სოროსის და არც მასონური წრეების ფული არ მიუღია. არ არიან ასეთები, არიან. ამათ ერთობაშია ქვეყნის გამარჯვება. საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება. ციტატა: რაც შეეხება გარეჯის თემას, გეტყვით, რომ ცვლილება არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, საჯაროდ არ გავაკეთებ. ცვლილება ამ ეტაპზე არ გვაქვს. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ცვლილება არ გვაქვს. დანარჩენზე განცხადებებს არ გავაკეთებ. შეიძლება ვისაუბრეთ, შეიძლება არ გვისაუბრია, განაცხადა ირაკლი კობახიძე. საუბარია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, საუბარია საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის, ასურელი მამების მიერ, კერძოდ დავით გარეჯელის მიერ მე-6 საუკუნეში, აი უზარმაზარ სამონასტრო დაფუძნებულ სამონასტრო კომპლექსზე, სადაც საქართველოს დიდი მეფე დავით აღმაშენებლის ვაჟი დემეტრე პირველი აღიკვეცა ერთხანობა ბერად, რომლის შესახებაც ცნობილი ქართველი მეცნიერი და დიდი პატრიოტი ნიკო კეცხოველი ამბობდა, რომ ერთს რომელსაც ისტორია არ აქვს, მიეცით დავით გარეჯი და ისტორია ეკნებაო. აი ამაზეა საუბარი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვეუბნება, რომ ალიევთან შეხვედრის დროს ამ საკითხზე ვილაპარაკეთ თუ არა, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. საიდუმლო ვითარებაში რომ მოკლეს ლაზარე ჯორბენაძე და ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული ინტერვიუდან ცოტა ხანში მოწამლეს. ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის იმ სურათს, რომ რასაც ის ცხონებული ლაზარე ჯორბენაძე ჩვენთან საგაზეთო ინტერვიუებში აცხადებდა, ის არის სიმართლე. რომ გაყიდულია ეს მიწები, გადაცემულია აზერბაიჯანისთვის. კი ბატონო, ეს დაიწყო მოღალატე სააკაშვილმა, საზღვარი უნდა გატარდეს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლეები აღმოჩნდეს აზერბაიჯანის საკუთრებაშიო, ვითომ საქართველოს არ სჭირდება სტრატეგიული სიმაღლეები, არც ჯარი სჭირდება,
არ სტრატეგიული სიმაღლე სჭირდება და არც არაფერი სჭირდება. ეს არის კორუმპირებული თავიდან ბოლომდე კორუფციის ჭაობში ჩამხჩვალი ქვეყანა. ეს არის აგენტების ქვეყანა. ეს არის მოღალატეების ქვეყანა, რომლებმაც სოხუმი ჩააბარეს, რომლებმაც ცხინვალი ჩააბარეს, რომლებმაც ქსნის ხეობა ახალგორი ჩააბარეს და მე საქართველოს გამარჯვება აზეიმეს. ეს არ არის შემდგარი სახელმწიფო, ეს არის სახელმწიფოს იმიტაცია. თემა, რომელსაც ახლა მინდა შევეხო ძვირფასო მეგობრებო, ეხება ქართლის ჭირს, თანამედროვეების ქართლის ჭირს, ეს არის ნარკომანია. არ დაილია საქართველოში ნარკობარიგები. ფაქტია, რომ რამდენსაც იჭერენ ამ ნარკობარიგებს, იმდენი ესე იგი მოდიან და მოდიან ახალი და ახალი ნარკობარიგები მოდიან, ჩდებიან. მე მიმაჩნია და ჩემი აზრით, სანამ ნარკობარიგები არა პირადი თავისუფლებით ეს არამედ თავიანთი ქონებით არაგებენ პასუხს, მანამდე აი ეს პრობლემა საქართველოში არ აღმოიფხვრება. ნარკობარიგების პატიმრობას უვადოთ ან 20 წლით თან უნდა მოხდეს მათი ქონების კონფისკაცია. სამინისტროებში, დეპარტამენტებში, უნივერსიტეტებში, პარლამენტშიც კი, პოლიციაშიც, უშიშროებაშიც უნდა დაიწყოს მოულოდნელი შემოწმებები. საქართველოს არა მარტო პოლიტიკურ გეოგრაფიული, არა მარტო პოლიტიკური საზღვრები პატარავდება, არამედ ქართულ ენაზე მოლაპარაკეთა და მწერალთა რიცხვიც კატასტროფულად იკლებს. ეჭდური მედია უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველოში. ფაქტობრივად ერთადერთი გაზეთი ასალო-დასავალი დავრჩით. სამაგიეროდ ერთმანეთის მიყოლებით იხსნება ტელევიზიები დღეს ახლა ინტერნეტის ეპოქაში. აი ეს წამყვანი ტელევიზიები, ეგრეთ წოდებული რეიტინგული არხები, აი როგორც ინდური კასტები, ზუსტად იმ პრინციპით არის დაშორებული ერთმანეთს. რაღაც კასტა ეკუთვნის ხელისუფლებას და რაღაც კასტა ეკუთვნის ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რომლებიც ვინ არიან თვითონ არ იციან. ესეც ხელოვნურად არის, იცით, იქ კლიში არის გავლებული რაღაცნაირად, რომ შენ იქნები აქეთ, შენ იქნები აქეთ. ის რაც საბოლოოდ ალბათ დაღუპავს ამ ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას, ეს არის სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი ანეკდოტური სიტუაცია. ფაქტობრივად მოხდა იდეის პროფანაცია და საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხება, როდესაც 52,000 განცხადება შევიდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და ამ 52,000 საჩივრიდან მხოლოდ როგორც ჩემთვის ცნობილია 200 თუ 300 საქმეზე არის განაჩენი დამდგარი. ასალო-დასავალის ამ ნომერში გამოქვეყნდა თქვენი მონამორჩილი საგაზეთო საუბარი გოჩა აფრასიძესთან. აფრასიძეების ოჯახის ცოცხლად გადარჩენილი წევრი 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში გამოიყენეს სამხედრო ავიაცია და ოჯახი, რომელშიც 5 მცირეწლოვან ბავშვს ეძინა, ჰაერიდან დაბომბეს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა დაგეგმა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა და ოპერაციას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მასინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე. იქნებ ერთხელ მაინც დაგესვათ შეკითხვა და გამოგერკვიათ. არის თუ არა გიორგი ბარამიძე ჯაშუში? ვის დავალებას ასრულებდა ის, როცა 2004 წლის 24 მარტს იმას აკეთებდა, რასაც აკეთებდა? ვის დავალებას ასრულებდა ის, როდესაც ვარდების ეგრეთ წოდებული რევოლუციის და სინამდვილეში
რუსეთ-ამერიკის ერთობლივი სპეცოპერაციის დროს იგორ ივანოვს სტაჟს უკრავდა რუსთაველის პროსპექტზე. ვის დავალებას ასრულებდა ის, როდესაც ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერად დანიშნა და გაამწესა და 8,000 ლარიანი პრემიები დაუნიშნა. სოციალურ ქსელებში გაკართა ამას წინა ცნობა იმის შესახებ, რომ გიორგი ბარამიძის წლიური შემოსავალი ბიზნესიდან 24 მილიონი ლარი ყოფილა თურმე. ბატონო გეკა, ბატონო სულხან თამაზაშვილო, გამაგებინეთ რა ძალა და ვინ ძალა მფარველობს ამ გარეწარკაცს? აი ასეთი უკანონობები რო ხდება რაიონებში, რო გახურებული და გაჩაღებული კორუფციაა. ამ ინფრასტრუქტურაში რაები ხდება, კაცმა რო არ იცის. კაც რო უნდოდეს მინისტრს ვერ ნახავს. აი ესეთი სისტემა რო შექმენით. პატიოსანი კაცი რო სამართალს რო ვერ იპოვის. აიმიტომ აიცრუა ხალხმა თქვენზე გული. საქართველოს უბედურება იცით რა არის? ეხლა ისეთი სიტუაციაა, ხალხს არჩევანის გაკეთება უწევს ცუდსა და უარეს შორის. ცუდია ქართული ოცნება, უარესი არის ის 9 პარტია, გველების ბუდე, ეს ეროვნული ფასეულობების გამზიარებელი, მატარებელი არცერთი პოლიტიკური ძალა არ გააჩერეთ. ძირშივე მოსპეთ, მოკალით და გაანადგურეთ. გადაიბირეთ, გასვარეთ და თქვენსავე კორუფციაში, იმ უბედურებაში და იმ ქვაბში მოხარშეთ, რომელშიც იხარშება მთელი საქართველო. ეს არის წოდვის ქვაბი და თბილისი. გადააქციეთ ბაბილონად. ეს ქალაქი არის გარყვნილების და ფულის სიმბოლო. არაფერი მას საერთო არ აქვს იმ ერთან, რომელიც ქართლის ცხოვრებას ქმნიდა. სად არის საქართველო? საქართველო გაკრეფილია, გახეკილია, უცხოეთში ასპარეზი დარჩა აგერ იმ ხალხს, რომლებზედაც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გვახარა, რომ საქართველოს მოსახლეობა 250,000 კაცითო არის გაზრდილიო და თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდება 10 წელიწადში შეიძლება საქართველოს მოსახლეობა 10 მილიონიც გახდეს, მაგრამ აქედან ქართველი იქნება 300,000 და 9,700,000 იქნება არაქართველი. ეს არის ჩანაფერი, საბოლოო შედეგი ეს იქნება იმ 70 სართულიანი ცათამბჯენების, იმ ეგრეთ წოდებული იგლიხილსების და აი ამ საეჭვო პროექტების და აი ამ ქართველი ხალხის ზურგს უკან გაფორმებული პროექტების და ქართველი ხალხის ზურგს უკან გაყიდული მიწების ფინალი იქნება ის, რომ საქართველოში ქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი შემცირდება და ყიზილბაშების წილი გაიზრდება. რომ ამაზე საქართველოს უნდა იფიქროს, ამაზე საქართველოს ეკლესიამაც უნდა ამოიღოს ხმა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მომავალი კათოლიკოს პატრიარქი, რომელსაც წმინდა სამოციქულო ეკლესიის სინოდი აირჩევს, აუცილებლად დაარისხებს განგაშის ზარებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რომელი უნდა იყოს? 9 აპრილი თუ 26 მაისი უნდა? ხო, ეხლა აი ჩემ მოკლედ და ლაკონურად რო იურიდიული დოკუმენტი, რომელიც დღესაც და ხვალაც და მომავალშიც ყველა საერთაშორისო სასამართლოს დაანგრევს და მოიგებს, შეიქმნა 31 მარტის რეფერენდუმი. 31 მარტის საფუძველზე 9 აპრილს აღადგა დამოუკიდებლობა. ანუ 9 აპრილს უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს და უნდა იქვე აღინიშნოს, რომ 9 აპრილს აღვადგინეთ 26 მაისის პირველი რესპუბლიკის მონაპოვარი სახელმწიფო. და იქვე უნდა იყოს დროშა, ძველიც და ახალიც. ერთ-ერთი ხელისუფლება საქართველოში ვერ გაძლევს, ან თავის თავზე არალეგიტიმურ გზაზე დააყენეს, კიდევ ერთ-ერთი თუ 3 პრინციპი არ შეათანხმა ერთმანეთს. პირველი ეს არის უნივერსალური ქრისტიანული
ფასეულობა და იდეა, რომ ეს არის ეროვნული ტრადიციები, ასევე მარადიულობა წარმავალი და ესეთი კი არა, აი მარადიულ ფასეულობებზე აღმოცენებული და მესამე სამოქალაქო, ასე ვთქვათ, საზოგადოება, რომელიც არე ტენდენციებშია მიერთებულია სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებს. აი სამი ფენომენი უნდა იყოს ერთმანეთთან წონასწორობაში. პოლიტიკოსი და პოლიტიკა, რომელიც რწმენას დაეჭიდავება, განწერულია მარცხისთვის. საქართველოს მოსახლეობამ უწმინდეს თავისი მოღვაწეობის გამომადლობა გადაუხადა და მისი მოღვაწეობის შედეგია დღეს რა ეს ეპისკოპოსები ყველა მორალური კანონებით უნდა იხელმძღვანელონ არჩევნების დროსაც და არჩევნების შემდეგ. ხა ვერავინ ვერ დამარწმუნებს მე იმაში, რომ ეკლესიაში რეფორმები არ არის გასაგები. ჩვენ გვინდა მორალური ავტორიტეტი იყოს ეკლესია. ჩვენ გვინდა რომ ეკლესიაში რეფორმები გატარდეს, სამართლიანი რეფორმები გატარდეს. რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. პოლიტიზაციის გარშემო. პოლიტურ რაღაცას ვამბობ. მიწის გაყიდვა, როგორც ასეთი, არის არა მარტო კონსტიტუციური და სამართლებრივი დანაშაული, არამედ უდიდესი ცოდვა ღმერთის წინაშე. რამე თუ ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანაა და ამის გაყიდვა შენ მოგცა მიწა მოუშიახდა. ამიტომ ეს არის არამედ სამართლე, არამედ მისტიური დანაშაული. მაქვს მაგაზე პასუხი მოკლე და კონკრეტული. წადი და ევროპაში მიწა იყიდე. ხო, რა თქმა უნდა, აბა გერმანიაში იქ ჩადი, ფორმალურად ვითომ გეუნებიან კი და სინამდვილეში არაა ეგ. არა, კის გეუბნებიან და ისეთ პირობებს ამოგიყენებენ, რომ თვითონ უარს ამბობ, უნებრივია. ამიტომ ეს დანაშაულია. ამიტომ ამაზე თვითონ კეთილი უნდა ინდევოს და სამღვდელო ამაზე პასუხი უნდა თავის კოლეგას მაინც გასცეს პასუხი და სამოქალაქო საზოგადოება და თავის მრევლს უნდა გასცეს და ეს მრევლი ვინ არის? ვინც ეგ მოვიდა პატრიარქის გასვენებაზე. ილია ჭავჭავაძემ საქართველო გადაარჩინა ორი პრაქტიკული გადაწყვეტილებით. ერთი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და მეორე საადგილმამულო ბანკი. საადგილმამულო ბანკმა ხო გახსოვთ აი ესე განიავებულ მიწებს ყიდულებდა. თუ ფულს არდებს და შენი მიწის და შენი წყლის და შენი გარემოს საშუალებით უნდა მოიზიდოს მყიდველი, რომლისგანაც ფულს ამოიღებს და მე ეს არ არის ინვესტიცია რა. პირადად მე არ ვეხები სხვას. ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილი წლების მანძილზე მიბლოკავდნენ ინვესტორებს. არა მარტო ინვესტორებს მიბლოკავდნენ. არამედ სხვა უღირს საქციელსაც ჩადიოდნენ და მაგ მუხლებით ეს რა იგივე არ მოხდება ბატონო. მაგ მუხლებით არ უნდა სამართლებოდნენ სამშობლოს ღალატი, კორუფცია და კრიმინალური დაჯგუფებების ხელმძღვანელობა. არის სინოდი, მძღვანელობა და არის ვინ? მრევლი, ხო? შენ მრევლს ხო უნდა უთხრა. აი ეს საკითხი, მიწის საკითხი ესეა. არჩევნები გამჭირდება. არჩევნები რა არის საერთოდ? პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ასე თქვა, დიდი განსხვავება, თემატური განსხვავება, თორე დამოკიდებულება სამართლიანი ერთი და იგივეა. პირდაპირ ვამბობ რუსეთ-უკრაინის, ასე თქვა, ომთან მიმართებაში. ამ იმის ეკლესიის მომავალი ბედიღბალი დამოკიდებული იქნება იმ პროცესებზე და დღეს ახლა კიდევ ერთხელ დავწმუნდით ეს სამიტი ერევანში რო დღევანდელი სამიტი რა ჩვენთან უნდა ჩატარებულიყო თბილისში. რეფორმებია საჭირო ეკლესიაში, რეფორმებია საჭირო პოლიტიკაში. არსებობს მარადიული ღირებულებების სისტემა. რამაც ჩვენ გადაგვარჩინა. ნამდვილად. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ მედიაში, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ პოზიციაში, ოპოზიციაში. რაც მოყვა ელიზაბეთის ჩასვლას ბახსოვს, ხო პოსტსაბჭოური სივრცის დაშლა. პროცესს ხეხი ვერ აუწყო რუსეთმა. შესთავაზეს ნატო, არ მინდა, კაი, ისინი ამბობენ რომ არ გვიღებდნენ, კაი. ოცეულში დაგიძახეს. ევროსაბჭოს წევრიც ხო არა? შვიდეულში მერვედ დაგსვეს. გამოდიხარ და იძახი რომ გეოპოლიტიკური დანაშაული და შეცდომა იყო იმის და ნაცვლად იმის ნაცვლად ტექნოლოგიები მოეთხოვა. ინდონეზია დაცემული საგარეო დაზვერვა მაგ ქვეყნის
სხვა ქვეყნებზე არ ვილაპარაკებ, თუმცა იქაც ეგრეა. საქართველოში ყველაზე უავტორიტეტო ტიპები მოაგროვა პროპაგანდისტებად რუსების და კლუბები შეუქმნა და ტელევიზიები მისცა. ეს პროცესი რაც დაიწყო ახლა ინგლისმა და ამერიკამ, ამას არ არსებობს ამის უკან დაბრუნება. განცხადება გააკეთა და გასაგებია ყველასთვის, რომ ესე იგი ევროპელები და ამერიკელები უნდა შერიგდნენ, უფრო შეთანხმდნენ. როგორც შეთანხმდნენ ტერორიზმის და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ღილაკი იქნება მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის იქნება ვაშინგტონში. ევროპის უსაფრთხოების ღილაკი იქნება ლონდონში. ხოლო უკრაინა იქნება სამხედრო სამრეწველო ინდუსტრიის ცენტრი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე ჩვენ მადლობა ღმერთს ამერიკის შეერთებული შტატებიც ევროპაც და აზიაც აი სწორედ აი ამ ევროპულ სივრცეში მოგვიაზრებს. ღირსების დათმობაზე კი არ არის და აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის რომ ჩვენი დენტობა დავკარგოთ და დავთმოთ. პირიქით თუ ჩვენ რეფორმებს ამ პროცესებს დავამთხევთ, არ დავამთხევთ, მაშინ მერე ძალიან მერე ქირურგიული ჩარევა დაჭირდებათ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის ძალიან მომაყენებელი იქნება. ამიტომ დავიწყოთ რეფორმები ძალიან კარგად, ძალიან ჩვენ ყველა პარტიაში უნდა ყველა პარტიაში, ყველაში მართლ პარტიაშიც, ოპოზიციურ პარტიებში აბსოლუტურად ღიად და გამჭურად შიდა არჩევნებით დაიწყო. აქ ლაპარაკია ქართული პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებაზე. უფრო კონკრეტულადაც რო თქვა, ახლა ისეთი ვითარებაა, რომ აქ აი ვადამდელი არჩევნები გარდამავალეს ესენი. უბრალოდ ახლა ყველაფერს რო თავი დაანებოთ, ხო? ეს სანქციები, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ არის, ამ კლანის წინააღმდეგ არის, კიდევ უფრო იმას იზამს, ეს იუნისში საბოლოო ფორმას მიიღებს. დრო ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს. ტერიტორია ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს. პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ 92 წლიდან დღემდე, ჩვენზე მუშაობს. ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, რაც დარჩა, უზენაეს საბჭო. ეხლა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ან მთავრობა უნდა შეიცვალოს და იმან ჩაატაროს მერე არჩევნები სწორი და ახალი და კარგი ან პირიქით დამავალეს εμას ემხრობით გასაგებია. ეგრეა, აბა სხვანაირად როგორ ეს უნდა შევატაროთ. უზენაეს საბჭო, ბატონო. არა, მე რას ვამბობ, გარეთაც. გარეთაც, კი ბატონო. უნდა შევატარხმოთ, რომ ჩვენ ესე გვინდა ჩვენ ესე ვაპირებთ და მოდი ეხლა შევთანხმდეთ, კი შევრიგდეთ, შევთანხმდეთ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, არც ერში და არც ბერში. თუ საზომი და თუ არჩევანი სიმართლე და სამართლიანობა. შეგი ყველაფრის სათავე არის ადამიანის ბუნებაში ჩაბუდებული სიხარბე და მიდრეკილება ცხოვრობდე უკეთესად ვინმე მსხვებია და ამისთვის შენ მზად ახარ დაჩაგრო ის, წაართვა მას, მოპარო მას, დაიკავო მისი ადგილი. თვითონ ჩვენი გენეტიკური აზროვნება ისე მოწყობილი, რომ არ შეგვიძლია რომ არ ვჭამოთ ერთმანეთი. და ჩვენ თუ ეს არ დავწერეთ, ჩვენ თუ ეს არ აუხსენით ჩვენ ხალხს, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი სამარცხვინო ჩვევები და თვისებები გენეტიკაში, როგორ გამოვასწორებთ მას? არაბებს მიწა მიყიდა და ამისთან გახმაურებული დიდი ის შედგა შეთანხმება და კაცი შვილს არ აჩვენებენ დამალეს, გადამალეს ხელშეკრულება და არსებობს ეჭვი, გონივრული ეჭვი, რომ იგივე არის იქ ჩადებული, რაც იყო ნამოხვამ ჰესთან დაკავშირებით. გამოდის ვიღაცები, ექსპერტები ვართ იძახიან,
და ამბობენ რომ ეს არის კარგი. ეს სასწორზე დგას ქვეყნის ინტერესები, საჯვარედინზეა საქართველო. იმიტომ რომ სოფლიოში უკვე იგრძნობა ეს გარდაქმნა იზევა მიწების განაწილება, ომები. ამ შემთხვევაში ჩვენ რა გვმართებს? ჩვენ გვმართებს რომ ერთად ვიყვეთ. ესენი პირიქით. პოლიტიკა ამათ არ აქვს. საგარეო პოლიტიკა ამათ საერთოდ არ აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრი ისეთ შეცდომებს აკეთებს, ის შეცდომას უშვებს, რომ გლეხიკაცია არ გააკეთებს იღდას რაღაც. დღეს გვჭირდება კონსოლიდაცია. დღეს გვჭირდება შეკავშირება. დღეს გვჭირდება კანონის ძლიერი ხელი, უზენაესობა. ხოლო ნეიტრალიტეტი მიუახლოვლობა კარგია, მაგრამ იმას დაცვა უნდა. დრო არის ახლა ისეთი, რომ შევწყვიტოთ დასავლეთი. კი ბატონო, დასავლეთიც გვინდა, ისიც გვინდა, მაგრამ ზღვას მოგადავად, თორე ამერიკასთან ჩახუტება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს ძალიან მყიფია. ჩვენი სახელმწიფოებრივი მდგომარეობა ძალიან მყიფია. იმიტომ იმდენი მოიტაცეს, იმდენი მიითვისეს, იმდენი ფული შეჭამეს, რომ სახელმწიფოს დაცვის საშუალება აღარ აქვს. დაასუსტეს. თავდაცვის მინისტრო $1,000,000 გამოიწერს ხელფასად და წაიღებს, რომ ეს იგივეა, რომ შენ ამოაცალო იმაზე დაასუსტო ქვეყანა. და 14 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ გააკეთე და კიდე ამბობ რომ უნდა ვიყო. ისეთი ჯგუფებია, რომ ეს ჯგუფები თუ არ გაერთიანდა და არ შეიმუშავეს საერთო პროგრამა თუ არ დადეს, ამათ თუ არ დადეს ერთი და ისევ ძველებურად წავიდა იქ. მე ესე ვარ, მე ისა ვარ, მე იქა ვარ, მე აქა ვარ. ისევ უკან იყურებიან, შენ ეს იყავი, დაანებე ამებს თავი. უკან ყურებით წინ გზას ვერ დაინახავ. ანუ წარსულში ჩარჩები ეს შენ მომავალისთვის უნდა დადო პროგრამა, გარანტირებული და ეს უნდა დავინახოთ, ყველა ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ესე იქნება. უმეტესობა არ არის სახელმწიფოებად მოაზროვნე ხალხი. არ არის. იძლია დამისახელოთ ქოჩებში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ერთი დამისახელეთ. ან ადამიანების ჯგუფი, ან პარტია, რომელსაც მოვიყვანდით ხელისუფლებაში და არ გახდებოდა ასეთი, როგორიც ახლა არიან. სამწუხაროდ არ არის. ჩვენ გვიყვარს საქართველო. რა გვიშლის ხელს, რომ ერთად ვიდგეთ? ამბიციები. აი როგორც ამერიკელებმა გააკეთეს დამფუძნებლებმა მამებმა. როდესაც შეიკრიბნენ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და თქვეს, რომ მოდი ჩვენ ჯერ შევქმნათ კონსტიტუცია და მერე ავირჩიოთ. ჩვენი კონსტიტუცია ხომ ყველა ხელისუფლებამ თავისთვის მოირგო. და უფრო ყველაზე დიდი უბედურება არის სიხარბე, გამოწვეული აქედან ნეპოტიზმი და კორუფცია. ესე იგი ჩემი და თქვენი საგადასახოდ მობილიზებული თანხები მიდის აი ამ მსგავსების დაფინანსებაზე. ხალხის მოსყიდვაზე და ყველაფერი ეს ემსახურება ბოლოს ერთი კაცის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას. მე ვიხსენებ გოლდა მეიერის ფორმულას. თუ გინდათ რომ კარგი ქვეყანა შექმნათ, იქ ამბობს რომ ჯარისკაცს ყველაზე დიდი დაფასება ექიმს და მასწავლებელს. მასწავლებლით იწყებს მე მგონი მასწავლებელი, ექიმი და ჯარისკაცი. და მერე ამბობს რომ ნეპოტიზმი და კორუფცია ჩაითვალოს სამშობლოს ღალატად და ეს შერაცხულ იქნას 7 თაობაში. ამას სჭირდება რა? ჭირდება აი ჩვენი საზოგადოება. ხალხმა უნდა თქვას, ხო, ასე მინდა. ხალხმა უნდა თქვას, რომ არ მინდა რომ მეფთამიობა იყოს ჩემს ქვეყანაში. მაგრამ პარტიებს ზინავს. ესენი ცდილობენ ბიზნესად ჩაანაცვლონ და თვითონ დაიწყონ იმის ჩვენ
იმ ოთახში, სადაც თომას ჩებესტონმა კონსტიტუცია დაწერა, ქაღალდი იყო და იმ ქაღალდზე დაწერა ეს კონსტიტუცია და იცოდა რომ და შესრულდა კიდევ. მაგრამ იმათ უნდათ, ხო? უნდათ. ჩვენი საზოგადოება არ არის ამისთვის მომზადებული. რეალობას ვერ გავექცევით. რეალობა დღეს არის უკიდურესად კატასტროფული. სადმე ვექანებით. ხო? საზოგადოება თუ არ გარდაიქმნა, ჩვენ რას გავაკეთებთ? ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. საზოგადოება უნდა შეიცვალოს და თქვას რომ არა ქრთამისაღებას, არა კორუფციას, არა ნეპოტიზმს, ეს უნდა თქვას, ეს უნდა ვიგრძნოთ ჩვენ. რომ ხალხს აუხსნა რომ არ შეიძლება გაბატონებული კორუფციონერის ქება დიდება, რომ ეს სირცხვილია, ამას აკეთებს ეკლესია, ამას აკეთებს ტელევიზია და ერის მამა არისო ვიღაცა წერს კაცო, ხონდა მოამტვრიო ხელები ამის დამწერსა. დაახლოებით 200 აქციაზე ვიყავი, 200 შეკრებაზე, მაგრამ შედეგი არ არის. სად მარხია ძაღლისთავი? საზღვარგარეთ მარხია ძაღლისთავი, ასე ვფიქრობ. სოსო ბაჩიაშვილს მესაუბრებოდი, ახლა გახსოვთ მაგ სამჯერ მინისტრია სხვადასხვა სტრუქტურებში და ძალიან დიდი გამოცილი და გონიერი ადამიანია და მითხრა რომ აი ამ კორუფციასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მან სწორად თქვა რომ რაღაც სისტემური ცვლილებები უნდა გააკეთო ისეთი რომ კორუფციას ადგილი არ ჰქონდეს. ჩვენ გვყავს თავიდან ბოლომდე კრიმინალური ხელისუფლება და ხელისუფლებები და მათ ყველა გასვარეს. ესე იგი აუცილებლად უნდა იყო გასვრილი, ესე იგი ეს პურგავაე პაროკა, ესე როცა ერთნაირები ხართ, თქვენ ერთმანეთს დაიცავთ. ასეთი ხელისუფლება გვყავს და ასეთი ინტელიგენცია გვყავს, ასეთი ექსპერტები გვყავს, ასეთი პოეტები გვყავს, წერლები გვყავს, რომლებიც ამას ხალხში უდგანან. რა ვქნათ? უნდა ვიბრძოლოთ. აჰა. დიდი აი გამონათება გვინდა ტვინში. გამონათება ხალხო დაიჯერეთ რომ ქურდი და მექთამე არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ჩინოვნიკი. არ შეიძლება სამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოს გარეშე სასამართლო რომელიც ერთ კაცს ემონება ასეთ პირობებში ქვეყანა ვერ გაიმართება წელში. ჩვენ არჩევნებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ხმა იმას, ვისაც კარნახობენ. დავამკვიდროთ, რომ ჩვენ სანამ ამ ჩვენს ქვენა გრძნობებს არ დავდრგუნავთ, ამ ჩვენს სიხარბეს და ხარბების დაწუნებას და ხარბების გაკიცხვას არ ვისწავლით, მანამდე ჩვენ ეს ხარბები ბოლოს მოგვიღებენ და ბოლოს დაგვიმონებენ. თქვა უნდა ის განათლების მინისტრი და შემდეგ რომელმაც თქვა ესეთი წინადადება, თქვენ რომ დაბრუნდებით სოხუმში, მაშინ ყველა პროგრამას დაგიბრუნდეთ. აი ეს ფინანსთა მინისტრი ვინ ხართო თქვენო? რას წარმოადგენთ? უნდა დაიშალოს უნივერსიტეტი. აი ამ მდგომარეობის პერიოდში, როდესაც გვირთხამენ, რა ვიცი, რასაც ჩვენი აკადემიური პერსონალი ჩვენადან. ძალიან სამწუხაროა. რატო ანგრევენ დაუშვათ სოლიდარობა მინდა სარგებლო შემთხვევით და ილიას უნივერსიტეტს გამოუცხადო. ძალიან ძლიერი. ილიას უნივერსიტეტი აი თქვენი მუშაობდი და ძალიან კარგად იცით. ილიას უნივერსიტეტს ანგრევენ, იმიტომ რომ ევროპული ღირებულების უნივერსიტეტი გახდა. ძლიერი აკადემიური პერსონალით, აკადემიური თავისუფლებით და შემდეგ. ამიტომ ანგრევენ. თავისუფლება და აკადემიური ცოდნა მეგობრობს. ამათ ეს არ უნდათ. ამას განათლება რა შეჭირდება ბიძინა ივანიშვილს ან მაგისტრობას. რაც შეეხება აფხაზეთის მთავრობას, თამაზ ნადარიშვილის შემდეგ მართლა არ ყოფილა პოლიტიკური ლიდერი. არ ყოფილა აფხაზეთის მთავრობას და დღეს სამწუხაროა, ჩვენ ვიყავით კომიტეტის მოსმენას, ადამ მარშანია რო არა, არც ერთი ხმას არ მოიღებდა. საქმის გამკეთებლები, რაღაც ეროვნული ღირებულებები ან რაღაცები, მე ადამ მარშანიას გარდა არ ვიცი, არის თუ არა. სოხუმის უნივერსიტეტის გრევა როგორც კი დაიწყო და სხვა უნივერსიტეტები. არავის ხმა არ მოუღია
და რომ არა დამარშალნი არც ამოიღებდნენ ალბათ. და ჩვენ გჭირდება თუ ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლება ძლიერი. თუ არა, მაშინ უნდა იყოს ჩანაცვლებები. ერთი პერიოდი აფხაზთა კრებაში სამართლების საკითხებთან ერთად, იურისტებთან ერთად განიხილებოდა რამდენად მართალი არ ვიცი, მაგრამ არჩევნების ჩატარება ჩანაცვლების პრინციპებით. ნუ ეს ახლა სხვა საკითხია, მაგრამ ესეთ პერიოდში ზოგიერთმა იურისტმა დაადასტურა, რომ შესაძლებელია ის. არ შეიძლება ესეთ მდგომარეობაში აფხაზეთის მთავრობა იყოს. მოდიან, რაღაცას დაესწრებიან, მერე იფურშეტებენ და ისვენებენ წავლენ. აი ეს იყო აფხაზეთის მთავრობა და რაღაც სხვა მოქმედებები არ შესაძლებელი ამათი ვერ ბედავენ ესენი, არც გაბედავენ. ტრის ხალხი ეს არის, ისე ქართული ენა წაგართვან, ისტორია გაგიყალბონ და სამართალი გაგიქრონ. აი ეს სამი კომპონენტი, რომელიც უნდა ტერმა წაიღოს. მე რა უნდა ქვეყნის მართვას? ტრის მიერ. აი ეს ძირითადი პრინციპი იყო ჩადებული და რომელსაც დღესაც აკეთებენ, მაგრამ ერთი ის, რომ ამათმა დახევაც იციან უკან. როდესაც წინააღმდეგობას გაუწევს, საკმაოდ ძლიერ წინააღმდეგობას დაიხევენ. დღეს რაღაცები რო შენარჩუნდა უნივერსიტეტში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლის შედეგია. ბატონი ვახტანგ ყოლბაია როცა იყო აი ეს რამოდენიმე წლის წინ 10 წლის წინ დაახლოებით პლუს მინუს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მან შექმნა აფხაზეთის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი და სათავეში ჩადგა ისიც მართალია ცოტა ბრძოლით მაგრამ ცნობილი ეროვნული ისე იგი მოძრაობის ლიდერი ერთ-ერთი სოხუმელი ავთანდილ დავითაია იყო ეროვნული გადაცემები მაგრამ მე კურატორი ყავს იცი თქვენ აფხაზეთის სტრუქტურებს იმან მე მიიღო დაკვეთა რომ აქ რატომ გიზვით ეს ეროვნული კაცი და აიღეს და მოახდინეს კულტურული რეორგანიზაცია და ბატონი ავთანდილი ესე იგი ფაქტურად იძულებული გახდა და ეს გვაფიქრებს რომ თუ ვინმე ხო არ ამზადებს თქვენის არ იყოს მინისტრმა თქვა რა საჭირო არის ვინმე ხო არ ამზადებს ბატონო ელგუჯა მომავალში კონფედერაციას რომელიც გაიყო ესე იგი დაიშლება რამდენიმე წლით და რა საჭირო ამ მომენტში სოხუმის სამართლებრივ უნივერსიტეტს სადაც თუნდაც 10 პროფესორი ხმას ამოვიღებთ გალის რაიონიდან როცა აქეთ მოდიხართ ნუ ენგურის ხიდი იქ უკვე საბაჟო გამზადებულია თავისი დუტი ფრითი იმ კომპონენტებით იმ სტრუქტურით რაც საზღვარის გადაკვეთა სჭირდება ასე რომ იქ დღეს ხვალ ეს განხორციელდება რუსების მიერ რომ სამუდამოდ ჩაიკეტოს აფხაზეთი და მოაშორონ საქართველოს იქ რაღაც სოხუმში რო ხდება საზოგადოების აქტიურობა ვითომ და იქ ოპოზიცია იქ რაღაცები ესენი ყველა არიან რუსეთის მხარეს რაც შეეხება ჩვენს იმ პერიოდში როცა დაიწყო უნივერსიტეტების დაშლა და ჩვენი მიმართ ესეთი შეტევა სიხარული იყო იქ ხალხი ზეიმობდა ასე რომ თქვენ რო საუბრობთ იმ შემდგომ პროცესებზე განვითარებაზე ეს აბსოლუტურად მოსალოდნელია ყველგან საქართველოს იცნობენ ნუ მათემატიკურ ყოფილებს ილია ვეკვათი ნიკოლოზ მუცხელიშვილი და თუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 წელს მივანიჭებდით ილია ვეკვას სახელს. ისე პირდაპირ გაბედავდნენ, რომ ამ დიდი ბუნდერაზი ქართველის სახელობის უნივერსიტეტი რომ დაეჭიხა. თქვენი აზრი ზოგადად მომავალში რომ ეს გაკეთდეს, იმიტომ რომ მომავალ წელს უსრულდება ილია ვეკვას ასოციაცია. კი ბატონო. მე მგონი ამას ცუდი არაფერი არ იქნება. არა, ილია ვეკვა თვითონ გვარავინ. სახელმწიფო უნივერსიტეტი ილია ვეკვას სახელობის, რა ვიცი, ამას ცუდი არაფერი არ იქნება. ამას დაფიქრება ჭირდება. ამას განხილვა ჭირდება. ჩვენ ვიბრძოლოთ და ჩვენი ბრძოლით შევძლოთ რომ რაღაც პატარა ნაბიჯები ერთი აგური მაინც დავდოთ იმისათვის რომ აი ჩვენი მომავალი თაობას
კონდეს გახსნილი გზა იმისა, რომ პატიოსან კეთილსინდისერად იყვნენ ხელისუფლებაშიც, ოპოზიცია, დღევანდელი ოპოზიცია რო ეძახიან თავიანთ თავს ოპოზიციას და რო ეძახიან თავიანთ თავს პოლიტიკოსებს და რო ეძახიან რომ ჩვენს იქით ხსნა არ არისო და ზუსტად ეს უბედურება რომ ერთი და იგივე ხო არ შეიძლება 30 წლის და 20-30 წლის მანძილზე იყო ადამიანი და ეძახდნენ ხელისუფლება 10 წელი იყავი ხელისუფლებაში 5 წელი იყავი ეს ხელისუფლებაში უფრო მოხდები ოპოზიციაში დიახ ერთი წელიც ბატონო ზაზა აი ერთი წელიც რო იყო რომელიმე აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირი და შენ რო არაფერი არ აქვს გაკეთებული შენ მორალური უფლება არ აქვს კიდე მოინდომო ხელისუფლებაში ყოფნა კეთილი უნდა იქნება და წახვიდე აი ჩვენი ოპოზიციას და პოზიციას ერთად უნდა გაუშვათ და უნდა მოვიდეს ახალი თაობა, უნდა მოვიდეს ახალი სახეები პოლიტიკაში, უნდა მოვიდნენ ახალი სახეები აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ის პოლიტიკა, ის საჭიროებები, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება, სამართლიანობა, სახელმწიფო მშენებლობა, სამართლიანი და სწორი ინსტიტუტები სახელმწიფო მმართველობაში და კეთილსინდისერი პატიოსანი ხალხი ხელისუფლებაში. აი ამის იმედი ნამდვილად მაქვს და იქნება ეს. და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ყველამ ერთად. მე ვფიქრობ, რომ სანამ იქნება დაუსჯელობის სინდრომი, სანამ იქნება გამოკითხაობა, სანამ იქნება ესეთი კორუფცია საქართველოს ხელისუფლებაში, როგორც თვითმმართველობაში, ასევე უმაღლეს ეშელონებში, საქართველოს ეკონომიკა იქნება იმ მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაში, რაც უნდა კობახიძემ გვიმტკიცოს, რომ ქვეყანა ვითარდება, რაც უნდა ტელეკომპანია იმედმა გვიმტკიცოს, რომ ქვეყანა ვითარდება, რაც ოპოზიცია რომელმაც თბილისი დათმო 100%-იანი მოგების შანსი ჰქონდა თბილისის ხერო დაეყენებინათ კანდიდატად, ის ხე გაიმარჯვებდა, ოღონდ არ უნდა მოეწოდებინათ ხალხისთვის, არ მიხვიდე არჩევნებზე. უნგრეთის არჩევნებზე გავაკეთო აქცენტი. უნგრეთში საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო ოპოზიციამ. ორბანი, რომელიც ბოლო 16 წლის მანძილზე მართავდა უნგრეთს, წააგო არჩევნები. როგორ? ოპოზიციამ მოუწოდა ხალხს, რომ ქუძე კაცი მოდით არჩევნებზეო. მოდით ახლა ამ ოპოზიციაში ყოფილიყო ეს ტევ-პირველის მიერ დანიშნული ოპოზიცია, რომ ხო და ლიდერი და ეთქვა, რომ ორბანი უნდა დავამარცხოთ რით? არ მივიდეთ არჩევნებზე. წარმოგიდგენია? აი და ეხლა მე ვიფიქრე, რომ ტევ-პირველი მაინც გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ხალხო შევცდით, ეს ვიყოფილან ოპოზიციაში. რასაკეთებენ იცით? აი ეს ოპოზიცია უნდა აქციონ ისე ოპოზიციად, რომ უნდა თბილისი დათმო. და ეს ოპოზიცია უნდა მიიყვანონ არჩევნებზე, რომ ივანიშვილის რეჟიმს გაუხარჯლიონ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა. დღეს ყველა საინფორმაციო საშუალებები და ყველა ტელემედია ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და ემსახურება ხელისუფლებას. იმიტომ რომ იმდენად დაღლილია ხალხი, იმდენად სულიერად, ფსიქოლოგიურად და იმდენად ძიმე მატერიალური შეჭრებულები არიან, რომ ამისის აღარ აქვთ. უყურეთ თქვენ ყველა ოპოზიციურ ტელევიზიას და ვინ არიან მათი დამფინანსებელი. GMG, ვინ არის GMG კომპანია? ვისი არის ეს კომპანია? რუსეთის და ბიძინას კომპანია. ოქროს მომპოვებელი კომპანია, მთელი ისა ოქროს ერთად და შემდეგ იქიდან მიღებული თანხით აფინანსებენ ეს ამ ტელევიზიას. აი ხლა რა თუნდა ამას საუბარი, რომ ვის ემსახურება და ვინ არიან? არის სააკაშვილი, არის ივანიშვილი. სააკაშვილი დამთავრდა ეს ყველაფერი. ერთმანეთს აცოცხლებენ ეს ხალხი. ნუ მოკლედ მე მაინც ვიტოვებ იმედს ზაზაბატონო, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ და შეძლებს ერი გაერთიანებას, შეძლებს იმას, რომ სწორად დაინახონ თუ ვინ შეიძლება იყოს ლიდერი, ვინ შეიძლება ქვეყანას ემსახუროს, ვინ შეიძლება არ კორუფციაში და ნახეთ ხო ბოლო 2 კვირა არის. უბრალოდ სირცხვილია, რომ მთელი ერთი თვე სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანო ამდენი ისა ეწყობი ირჩევ ადამიანს 6 წლით თანამდებობაზე და 6 თვეში უშვებ თანამდებობიდან იგონებ რაღაცას კონსტიტუციაში ცვლილება გინდა აი წარმოიდგინეთ რა ეს ხო სამართლოა. არ მეგონა რომ სააკაშვილის შემდეგ ამ ქვეყანაში მოვიდოდა ადამიანი, რომელიც ქვეყანას უფრო მეტად გაანადგურებდა, ვიდრე სააკაშვილმა გაანადგურა. რაცაც მოვუყურებ, რაც ბიძინა ივანიშვილი ამ საქართველოს უბედურება დამართა, გავაწლები
და მხოლოდ წლების შედეგად მოხდება ამის შეფასება, იმიტომ რომ ამბობენ რომ ივანიშვილი არის ქველმოქმედი, რომ დავითვალოთ, მეგობრებო, რამდენი ფული მოიპარეს მისმა თანამდებობის პირებმა და შევადაროთ იმ ქველმოქმედებას, რაც ივანიშვილმა დახარჯა, მე ვფიქრობ, რომ ბიზნა ივანიშვილზე არავინ აღარ იტყვის, რომ არის ქველმოქმედი. ბატონო ზაზა, ეს პოლიტიკოსები, ეს ну მე მაგათა ვერ უწოდებ და არც უწოდებ, იმიტომ რომ პოლიტიკოსები თითოეულ ადამიანი შეიძლება იყოს საქართველოში, რომელსაც არ აძლევენ საშუალებას, რომ გამოვიდნენ საჯაროდ საზოგადოებასთან. ეს ყველა, ვინც დღეს გინდაც ოპოზიციიდან, გინდაც პოზიციაში მყოფი პირები, ვინც დღეს საჯელს იხდიან, ყველა გასამართლებულია არა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რაზედაც სხვა ხარიბაშვილი როგორ შეიძლება თქვა, რომ კორუფციაში არ იყო გარეულიო? კორუფციისთვის არ გაასამართლეს ბატონო ზაზა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლისთვის, თორე კორუფციაზე რო გაესამართლებიათ, ეგ იქნებოდა სამართლიანი. ანუ საფუძველი დაუდგეს კორუფციული ბრალდება, მაგრამ რეალურად პირად ინტერესები ბიძინას პირად ინტერესების გამო ზის ყველა ციხეში. თორე რეალურად როგორც მიშა სააკაშვილი კოსტუმების გამო რო გაასამართლეს, არადა რამხელა დოქტორ დოტი ჩამოეყვანა, ეროტიკული მასაჟისტი, სახელმწიფო თვითმფრინავი. მაგაზე ბრალი არ წაუყენეთ. რატო არ წაუყენეთ? იმიტომ რომ იგივე გააკეთა კალაძემ, ოღონდ დოქტორ დოტი არ ჩამოიტანა, ეგ ოჯახით აიყვანა სახელმწიფო თვითმფრინავი, გეგონება ტაქსი იყოთ, ირაკლი ღარიბაშვილმა. თვითმფრინავი თავისი აღარ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ შვილებთან მიმართებაში ავსწავლო, თავისი ოჯახის წევრი გადააფრინა ამერიკაში. ეს საქმეები რატომ არ იქნა გამოძიებული? იმიტომ რომ სახელმწიფო თვითმფრინავი ამათვის არის ტაქსი. ეს რეფორმა ვერ იქნებოდა ძირშივე შედეგზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ეს იყო დახურულ სივრცეში, კედლებს შიგნით დაგეგმილი ერთგვარი ოპერაცია და გალაშქრება განათლებაზე. განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმას არ ქონდა ფართო სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ფართო სამოქალაქო საზოგადოებაში გატანილი და განხილული და ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული და მძიმე მდგომარეობა უდგას და ბედი სოხუმის უნივერსიტეტს, იმიტომ რომ სოხუმის უნივერსიტეტი გარდა იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება და ეს ესეა, იმიტომ რომ სოხუმის უნივერსიტეტი გახლავთ ერთგვარი ისტორიული მეხსიერების მემკვიდრეობა წარსულს ახლადელ დროსა და მომავალ დროს შორის და ინსტიტუციურად სოხუმის უნივერსიტეტმა უნდა შეუნარჩუნოს ეს იდენტობა, რასაც ქვია აფხაზეთი, არის ის ძლიერი ძაფი და ძლიერი ხიდი, რომელიც მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას აი სწორედ იმ რეინტეგრაციის ფორმატში, პოლიტიკური რეინტეგრაციის ფორმატში მოხდეს დაახლოება, მიახლოება აფხაზეთთან. განათლება და მეცნიერება ეს არის მთავარი რესურსი მომავალში, რომელიც საქართველოს ალბათ შეძლებს გაიყვანოს გარკვეულ იმამდე სწორგზაზე. შერიგების სამინისტროს როდესაც ქმნი, მას რა თქმა უნდა ქონდეს ბერკეტები, რომ აი შესარიგებლად რა ბერკეტებს გამოიყენებს. და აი ამ ბერკეტებს შორის ჯანდაცვა არის ერთ-ერთი, რომ ჩვენ ვიცით, რომ ყველა აფხაზეთის არის უფასო, კი, პროგრამა მუშაობდა. და აქ იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელსაც შეუძლია აფხაზეთიდან იქ რო ვინც სწავლობს, აი აფხაზეთიდან რომ მოინდომოს ხვალ გადმოსვლა სტუდენტმა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირდაპირ მიიღოს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის უმთავრესი პლატფორმა რეინტეგრაციისთვის და ეს უნდა გამოიყენო და სულ გამონათებენ ამ სამშობლოზე. აბა გავიხსენოთ. სამშობლო. ეს სამშობლო რო ვერ მოახერხეს და ვერ გავიდენ ფონს და კარგ სრულფასოვან სახელმწიფოდ ვერ ჩამოაყალიბეს და ვერ ჩამოაყალიბებენ, თუ ამ გზას გაყვებიან, რა გზითაც მიდიან ამ შემთხვევაში სოხუმის უნივერსიტეტის მიმართებაში. ჩვენ ვესმის ცენტრალური ხელისუფლება ბევრ რაღაცაშია დამნაშავე. რომ შეასუსტა აფხაზეთის საზოგადოება, შეგნებულად აკეთებს ამას, რომ ხმის ამომღები არ იყოს. ეს დაიწყო სააკაშვილმა. ამათ კიდევ უკეთესად აკეთებს, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, მინისტრთა საბჭოს თავის კარიერის გასაგრძელებლად ელჩად ის ცნობილი პიროვნება აბაშიძე ან სხვა, აქ
დევნილების საწინააღმდეგო გააკეთონ, რომ თავის კარიერა ესე იგი გაინახდონ. თუ მართლა კორუფციასთან მიდის ბრძოლა, მაშინ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თითქმის 90% ჩინოვნიკი დაჭერილი უნდა იყოს დღეს. რომ ამბობ აუდიტის დასკვნებიდან გამომდინარე, ვისაც არ ეზარება ეს აუდიტის დასკვნა, რომ წაიკითხოს, გაუგნდება. აქ როდესაც ჩვენ ყავს უამრავი დევნილი, რომელსაც თავზე აწვიმს დღეს თავისი ჭერი არ აქვს. უამრავი დევნილი ყავს ახალგაზრდა, რომელიც ვერ სწავლობს, უნივერსიტეტში ვერ აბარებს, ფინანსები არ აქვს. უამრავი დევნილი, რომელსაც საერთოდ საცხოვრებელი არ აქვს, ამის გამო განათლების მიღმა რჩება, ყოველ წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 6 მილიონ ლარს აუთვისებელს უბრუნებს უკან სახელმწიფოს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ როგორ ვერ მოძებნა 300,000 დევნილი ყავს და თემა როგორ ვერ მოძებნა, რომ 6 მილიონი ლარი ვერ დახარჯე. ხოდრა რასაც ეხებოდა ჩვენი კონფლიქტი კვარაცხელი იყო ხომ მომენტ მე მგონი. ნუ პირველ რიგში ჩემი გაოცება გამოიწვია საკითხი, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უმაღლესი საბჭო არის და თითოეულმა დააფიქსირა ესეთი, რომ ეს რეფორმა რო ტარდებოდა, მე აზრი არ ვიყავია. ჯემალ გამახარიას ნაირები და იქროზიან. ვინც არის ამათ მარტივი სამართავია. ეს ეტყვის სუსი, გააკეთე დღეს აერჩი ჯინჭარაზე, ხვალ აბაშიძე აერჩი, ვისაც უნდა იმას არჩევინებენ. პოზიციას ესენი არასდროს არ დააფიქსირებენ და თუ მაინც და მაინც ლეგიტიმაციის გამო გჭირდება ეს, რომ აფხაზეთში რაღაცა სანამ დაუბრუნდებით არსებობდეს, მაშინ მე შემოვდივარ იდეით და ბევრჯერ მithkomს კიდევასო. თუ სახელმწიფო გჭირდება 32 წლის განმავლობაში ჩვენს გისერზე, დევნილების გისერზე იცხოვრეს, უმაღლესი ხელფასი აქვს, ორკაციანი და სამკაციანი ისინი კომიტეტები შექმნეს, რომ ხელფასი გაეზარდა საკუთარი თავისთვის. მოდი დღეს ავდგეთ და როგორც დევნილ მოსახლეობას 32 წლის განმავლობაში აცხოვრებ 55 ლარზე, ადე კიდევ 55 ლარზე იმუშავებ. მაშინ დავიჯერებ, რომ შენ მართლა აი აქ ლეგიტიმაციისთვის და აფხაზეთის გულისთვის გახარ და იქამდე ახლა ჯემალ გამახარია რომ ღამღამობით დაიარება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომ ვიღაცა იქ აქტივისტები არ შეხვდნენ და არ გაგვიპროტესტონ და რაღაცა შეიძლება კონფლიქტში შევიდეს, ეგ ჩემთვის არის სამართლო ფაქტი. ჯერ ეს ერთი ჯემალ გამახარიას უნდა ახსოვდეს საიდან არც არის. მე მაგალითად ახლა ჩემი კუთხიდან არის სამურზაკანოდან არის, მაგრამ როგორ შეიძლება ახლა ისი საფხაზეთელი იყოს და სხვასაც საფხაზეთელი დაუძახო, იმიტომ რომ ასეთ მომენტში რომ შენ დევნილების გვერდი არც ერთ საკითხში ერთადერთხელ ამოიღო ჯემალ გამახარიამ ხმა, ეხლა ღიად ვისაუბროთ ჩვენ, ერთადერთხელ 32 წლის განმავლობაში 2023 წელს ამოიღო ხმა და შევიდა იმით კანონპროექტით პარლამენტის მიმართა და იქაც 2023 წლის შენდომ დაბადებულ ბავშვებს აუგზავნა ბინის მიღება. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აზრი და არსი რა არის, რომ ისე ვიყოთ, რაზეც ახლა ლექსოს საუბრობს, რაზეც მე ვსაუბრობ, არა, ეს ხო არავის არ უნდოდა. ანუ რაღაცეთ გაყინულები ვართ, გაჭედილები ვართ და ამ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გაგრძელება ვართ და მომავალი უნდა შევქნათ. ტელევიზიაში არის მეცნიერთა კონგრესი, ჩვენ დიდი ხანია რა და მეცნიერების და განათლების რეფორმაზე მუშაობ. მე ვერ ვხედავ, რომ რაღაცა ნაბიჯი ამ წლების განმავლობაში აფხაზეთიდან დაიზრდა. მე ვერ ვხედავ, რომ შერიგების სამინისტრო რაღაცა ვიღაცასთან შეარიგა. მე ვერ ვხედავ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის უშუალოდ დევნილებთან ჩართული და ნდობა მოიმატა მათ ან ლეგიტიმაცია უფრო გამყარდა. პირიქით, რაც უფრო დრო მიდის, პირიქით ამ დევნილებში უფრო მეტი ზიზღს იწევს ეს ხალხი, იმიტომ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ მე მანდაც დაუფიქსირო, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დახურვის საკითხი დადგება. თან ამდენი განაცხადი მოხდა, კაციშვილი არ ამოიღებს ხმას. პედაგოგიურ და დაკვეთა და ვიღაცას აწოლს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთოდ გააუქმოს, და კულისებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აპირებენ ამის მიერთებას. ესეც მინიშნება, ესეც მინიშნება არის ის, რომ ამ ადამიანებს საერთოდ აფხაზეთი არ საინტერესებს. ჩემთვის პოლიტიკა დღეს არის პრინციპული საკითხი და პოლიტიკური პარტია, რომელსაც ნომერ პირველი თუ არა მეორე მაინც აფხაზეთის საკითხი არ ექნება, ჩვენთვის პოლიტიკური პარტია არ არსებობს ის. აი ენგურისხიძე რო ჩახვალთ და გალელიო გადმოსული არის. საწყალი გალით ყველასგან დაჩაგული რო არის და უკარო 5 კილო ყველი რო მიაგზა ვიღაცა შერიგების სამინისტროს წარმომადგენელთან უნდა დარეკოს, რომელიც თბილისში ზის, იქაც კი არ ზის, თბილისში ზის და აქედან ელოდება ნებართვას. აი ეგ არის დივერსია, რომელზეც თქვენ ხმას არიღებს. დივერსია არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თქვენს როგორც ჯემალ გამახარიაზე გამგამობით რომ იპარებით რომ ჩვენი შიშით და ახალგაზრდების შიშით რომ არ შემიშვებენ და უნივერსიტეტში, აი ეგ არის დივერსიული დამოკიდებულება. დივერსია არის კიდე ის, რომ აფხაზეთის საერთოდ არ გახსენდებათ, საერთოდ ხმას არ იღებთ. აფხაზეთის გარეშე საქართველოს როგორც სახელმწიფო ვერასოდეს ვერ შედგება. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა საქართველოს შედგეს, ჩვენ მშვიდობიანად უნდა აფხაზეთში დაბრუნდეთ. ბატონ ლექსო, იმის გარდა რომ ის და ბატონ მურმანმა უცხადა ვინახარო შენ, გეტყვით ვინ არის ეს? ეს ადამიანი არის პირველი, ვინც შევიდა 2016 წელს მეგობართან ერთად
და საზოგადოებას უჩვენა რა ვანდალური აქტი ჩაიდინეს მე დარწმუნებული ვარ აფხაზები ჩადენილი ეს არ არის ჩაიდინეს ალბათ ჩtildeოეთ იმკაზე ან რუსებმა ილია ვეკვას სახლ-მუზეუმი ამ დიდებული კაცის განადგურდა ეს სურათები წამოიღეს ეს ის კაცია რომელიც არ იმალებოდა ესე იგი როცა გევნიდან ქართულ ენას და ამიტომ სანამ ილაპარაკებთ ვიღაცაზე ვინ როგორი პატრიოტია ამას მიაქციოთ ყურადღება. აფხაზეთში დაბრუნება, ფიზიკური დაბრუნება და გეოგრაფიული ლოკაცია ეს არ არის მხოლოდ, ეს უნდა დაიწყოს ის მნიშვნელოვანი ინტეგრაცია და ამ ინტეგრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი არის განათლებით დაბრუნება.